ორი წამი, ერთ კითხვაზე უნდა გაგცე პასუხი. რატომ გვაქვს ფრჩხილები? ბევრს გონია რომ ისინი მხოლოდ თითების დასაცავად გვაქვს. თუმცა ფრჩხილები არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეძლო ადამიანმა ხელსაწყოების გამოგონება, ტექნოლოგიური განვითარება და ცივილიზაციების აშენება. ფრჩხილები რომ არ გქონოდა, ისევ პრიმიტიული მაიმუნები ვიქნებოდით. აი, სამი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს ფრჩხილები. პირველი მიზეზი, გრძნობელობის გაძლიერება. მე რო ახლა თვალები დავხუჭო და ამ სამი ობიექტიდან ერთ-ერთი ავიღო, რო არ ვიცოდე ისე რა ავიღე, სწორედ ფრჩხილების დამსახურებაა ის, რომ მე მივხვდები რა მიჭირავს ხელში. საქმე ის არის, რომ ეს თითის ზედაპირები სავსეა ნერვული დაბოლოებებით, რაც გვეხმარება საგნების აღქმაში. ფრჩხილი კი ყარკედელად გვევლინება. ეს თითის ზედაპირი ორ კედელს შორის მოქცევისას უფრო მეტად იპრესება, რაც ნერვულ დაბოლოებებს საშუალებას აძლევს ტვინს უზუსტესი ინფორმაცია გადასცენ საგნის ტექსტურაზე, სიმკვრივესა და ტემპერატურაზე. ან უკეთესად რომ გაიაზროთ, მოვიყვან ასეთ მაგალითს. აი ისევ ეს ობიექტი რომ ავიღო და ასე დავიჭირო. შეხედეთ, ეს თითის ზედაპირი ექცევა ფრჩხილსა და ოთლის ამ კედელს შორის, რაც პრესავს ამ თითის ზედაპირს. ეს დაპრესვა კი ნერვულ დაბოლოებებს საშუალებას აძლევს ტვინს გადასცეს უზუსტესი ინფორმაცია. საქმე ის არის, რომ კლანჭების ნაცვლად ეს ბრტყელი ფრჩხილები ჩვენს წინაპრებს საშუალებას აძლევდა, რომ მოეკრიფათ უწვრილესი კენკრა, უწვრილესი ხილი, რომელსაც კლანჭებით ვერ იზავ. ასევე ბრტყელმა ფრჩხილებმა საშუალება მისცეს ჩვენს წინაპრებს, რომ აეღოთ ქვა, ჯოხი და ემზადებინათ იარაღები და დაეწყოთ ნადირობა. კლანჭებით კი ამ რაღაცების გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. და მესამე მიზეზი, გარდა ნერვული მექანიზმებისა, არის სხეულის ბუნებრივი ხელსაწყო. ის მოქმედებს როგორც პინცეტი, როდესაც კანზე რაღაც გვეფხანება, ან სხეულიდან პარაზიტის მოშორება გვინდა, ან თუნდაც ფორთოხლის გათლა გვინდა. ყველა ამ შემთხვევაში ვიყენებთ ფრჩხილს. ხო და დასკვნა ის არის, რომ ფრჩხილები რომ არ გქონდეს, დავემშვიდობებოდით წვრილი საგნების დაჭერას, სხეულის მოფხანვას და შეხებით საგნებს ვეღარ ამოვიცნობდით. კომენტარებში დაწერე, ფრჩხილი ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. სხვა საინტერესო ვიდეოებისთვის კი შეამოწმე ჩემი YouTube